ეხლა ვართ WordPress-ის პლაგინების გვერდზე და ვარეფრეშებრო. მაინც თვალნათელი იყოს რო აქ სინქრონიზაციის პლაგინის მეტი არაფერი არ არის და აქაც არაფერი არ არის საერთოდ საიტზე. ეხლა გადავიდეთ გემინის ვებსაიტზე. აქ წინასწარ გაგზავნილი მაქვს უბრალოდ ფაილი გავაგზავნე და ისიც წერია რომ შეგნით მარტო write-ია plugin code წერია რომ აქ ჩაწერე პლაგინის კოდი მეთქი. ანუ ვართ ეხლა გემინის ვებსაიტზე და უბრალოდ ვთხოვოთ რომ შექმნას მარტივი მაგალითი შექმნას პლაგინი რომელიც ბანერს გამოიტანს ეკრანზე. მე წინასწარ სკრიპტი მქონდა, ტექსტი მქონდა მომზადებული და პირდაპირ ამ ტექსტს გავუშვებ. სადაც ვეუბნები რომ შექმნილ ლურჯი ფერის ბანერი, ტექსტი იყოს I like WordPress და გამოჩნდეს საიტის ჰედერში. გავუშვათ. დაველოდოთ ცოტა ხანი. დააგენერიროს კოდი. როგორც ჩანს დაასრულა მუშაობა, აქ არანაირი ტექსტი წერია მარტო, აქ არანაირი კოდი არ არის, როგორც ხედავთ, არანაირი კოდის ნასახი არ არის. წერია მარტივი ტექსტი. რომ კი ბატონო, მოგამზადებთ მარტივ ერთ ფაილს პლაგინს, მე სულ ჩავანაცვლებ ეს მაგრამ ალეშენ ახალი კოდი შეასრულებ შემდეგს პლაგინისა და დავამატებ სტანდარტული და დავსვათ თქვენმა საიტმა საავიქოს ერთი მილის დამატება ფუნქციის საშუალებით. ბანერგამ საიტის ყველაზე და ნაწილში CS სტილების დამატების საშუალებით საიტის ტექსტის ჩამოთვლა რომელიც ბანერს მისცემს თქვენს თქვენ ვიზუალს. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდება WordPress admin პანელში პლაგინს შეხვიდეთ და გააქტიუროთ პლაგინის სახელწოდებით სიმple site page. დავაწყებთ პაჩერის რილაქზე და ეს არის ჩვენი კოდი. როგორც გითხარით, მანამდე ეწერა ის write-ია plugin code. სადა ეწერა ეს კოდი. აგერ არის დაწერილი უკვე პლაგინი შედგენილი. ვაწყებთ confirm-ის რილაქზე. ველოდებით რამოდენიმე წამი. და გადავდივართ, გაიხსნა კოდის რედაქტორში ჩვენი პლაგინი და გადავდივართ WordPress-ის ისევ უბრუნდებით WordPress-ის პლაგინების გვერდს. დავარეფრეშებთ, რომ ხედავთ რომ აგერ არის ჩვენი გემინის მიერ დაწერილი კოდი. გავააქტიურებთ პლაგინს. და ვნახოთ აბა რა შედეგი მივიღეთ. აგერ გადმოვართ საიტზე და როგორც ჩანს, აგერ ლურჯი ფერის შავი ტექსტი I like WordPress წერია. ეს უმარტივესი მაგალითი იყო სრულიად ყველანაირ ნებისმიერ რაღაც გაკეთება შეიძლება აბსოლუტურად.